კარგი კაცი სანთლიცაძე ბარია. ეს არის ერთ-ერთი მოთხრობათაგანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში არის დაწერილი და სამხრეთული გოთიკის ნამდვილ შედევრად ითვლება, მასში წამოჭრილი თემები შეიძლება ითქვას, რომ დღემდე აქტუალურია და იქნება ნებისმიერ ეპოქაში, სანამ კაცობრიობა იარსებებს. მიუხედავად იმისა, რომ ფლენერი კონორი გვიხატავს სამყაროს, რომელიც სრულად დაცლილია ადამიანურობისგან და სასტიკი და ანტიჰუმანურია, მას დღის შუქზე გამოაქვს ისეთი ადამიანური ნაკლი და სულიერი სიმახინჯეები, რომელიც შეიძლება ადამიანის სულში ღრმად იყოს ფესვგადგმული. და რატო არის მნიშვნელოვანი ამ წიგნის წაკითხვა? იმიტომ რომ თქვენ შეხვდებით პერსონაჟებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ირგვლივ ნებისმიერ საზოგადოებაში და ნებისმიერ დროს ჩვენს ირგვლივ შეიძლება რომ ტრიალებდნენ და ჩვენ ამას ვხედავდეთ. აქ არიან პერსონაჟები, რომლებიც არიან ცრუ ფარისევლები და ცრუ მორწმუნეები და ფარისევლები, რომლებიც თვლიან საკუთარ თავს რელიგიის მიმდევრებად და ადეპტებად და სინამდვილეში ღრმად არიან დაშორებული ყოველგვარ რწმენას და ღმერთს. აქ არიან ყალბი გმირები, რომლებიც დროის უკუღმართობის ან კიდევ ადამიანების არასწორი აღქმების გამო მოინათლნენ გმირებად და სინამდვილეში არაფერს საერთო გმირობასთან არ აქვთ და შიშრები არიან. ფსევდოინტელექტუალები, რომლებიც საკუთარი სულიერი სიღარიბის შევსებას მხოლოდ იმით ცდილობენ, რომ წაკითხული წიგნების რაოდენობით იტრაბახონ და ამით გაუსვან ხაზი საკუთარ თითქოს ერთი შეხედვით უპირატესობას დანარჩენი ადამიანების მიმართ. ან კიდევ სნობები, რომლებიც საკუთარ წარმომავლობას გამალებით ფუთავენ და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მაღალ ელიტურ წრეში და საზოგადოებაში დაიმკვიდრონ თავი, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი სოციალური წრის და კლასის წარმოადგენლები არიან და ამის გამო შეიძლება ოჯახის წევრიც კი ეზიზღებოდეთ, იმიტომ რომ ის გამუდმებით შეახსენებს ამ წარმომავლობას და წარსულს და ამ შემდეგ. მოკლედ, მწერალი ყველა ამ პერსონაჟს აყენებს, შეგნებულად აყენებს ისეთ ექსტრემალურ ვითარებაში და ისეთ ტრაგიკულ პირობებში, სადაც ამ ადამიანებს უწევთ თვალებში ჩახედონ საკუთარ სულს, ანუ საკუთარი სულის სარკეში ჩაიხედონ და ერთგვარად დაემსხვრეთ ის რწმენა წარმოდგენები და ილუზიები, რომლებითაც შეიძლება ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვებებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში შეიძლება პირობებში აყენებდეს პერსონაჟებს, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი საწინდარი იმისა, რომ ამ ადამიანებში მოხდეს სულიერი ტრანსფორმაცია და რაღაცნაირად სულიერი ხსნა შედგეს ამ ადამიანების. მოკლედ, ვისაც ყოფნით ცითამამე და გამბედაობა იმისა, რომ საკუთარ სულის სარკეში ღრმად ჩაიხედო და იქ მოძებნოთ ის ნაკლი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანში ღრმად იყოს ფესვგამდგარი, თქვენ აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ გენიალური მწერლის მიერ დახატულ სამყაროს, სადაც კარგი კაცი მართლაც სანთლიცაძე ბარია.